განგაში იყო ბრიუსელში შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია სამართალ დამცველების მობილიზება შენობის მახლობლად გააჩერებულმა ორმა საეჭვო ავტომობილმა გამოიწვია. განხორციელდა დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელთა ევაკუაციაც ადგილზე გამონაღოლები მუშაობდნენ. ბოლო ინფორმაციით სოფო ზურაბიანი საუბრობს ბრიუსელიდან. რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი ბრიუსელში რეჯენტის ბულვარი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდებარეობს. რამდენიმე შენობა მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ასევე ევაკუირებული. ათასობით ადამიანი ელოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა საეჭვო მანქანა, რომელიც აქვე იყო დაპარკინგებული და რომელიც საეჭვო ჩაითვალა. გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მანქანაში შესაძლოა ყოფილიყო ბომბი და 4-5 საათის განმავლობაში სამართალდამცავები სწორედ ამას არკვევდნენ. ევაკუირებული შენობაში მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ისინი ჩვენთან პირველ კომენტარს აკეთებენ. ამერიკის საელჩო იმ რამდენიმე შენობას შორის იყო, რომელთა ევაკუაციაც მოხდა, იმის გამო, რომ აქვე მდებარე მანქანა საეჭვოდ ჩაითვალა. რამდენიმე საათში ჩვენ ბელგიის პოლიციისგან მივიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ მანქანა საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ. შეშინებული იყო არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ირგვლივ ცხოვრობს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადგილობრივი მცხოვრების კომენტარიც. მივიღეთ ბრძანება ევაკუაციის თაობაზე. ირგვლივ მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდით ამბავს იმის შესახებ, რამდენად რეალური იყო საფრთხე საეჭვო მანქანიდან. რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტებს ამ საელჩოსთან ახლოს არ უშვებდნენ. 5 საათის შემდეგ კი მოხდა იმ მანქანის გაყვანა ტერიტორიიდან, რომელიც საეჭვო ჩაითვალა და რომლის გამოც ატყდა ასეთი განგაში. ეს გახლდათ რენოს პიკაპის ტიპის მანქანა. თქვენ შეგიძლიათ ის ამ წუთას კადრშიც ნახოთ. ეს არის ბოლო ინფორმაცია ბრიუსელიდან. მთელი დღის განმავლობაში ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფრთხე დღის მთავარ ნიუსად რჩებოდა. სოფო ზურაბიანი საუბრობდა